ატომური ბომბისკენ მისწრაფება ეს იყო გარდაუვალი საომარი მოქმედებებისკენ სვლა. ზუსტად აი ხამეინმა ამერიკისა და ისრაელის კლანჭებში მოაქცია ირანი და ეს იყო გარდაუვალი და ეს ყველამ კარგად იცოდა. თან არ დაგვაუწყოს დევიზი როგორია: დიდი სატანა ამერიკა, პატარა სატანა ისრაელი. მაუწყებლობა იდეალურად მუშაობდა იმისთვის, რომ ადამიანები გადაპროგრამებულიყვენ და რეალურად ისრაელი დაენახათ როგორც მტერი, ასევე ამერიკაც, მათ შორის არც ევროპას არ აწყობს და არც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს თეოლოგიური მართლობა, რომელიც რაღაც მე-12 იმამს ელოდება და მერე რა მოხდება კაცმა არ იცის, ხო? ის თუ მოვიდა დედამიწაზე, უნდა დაამყაროს მშვიდობა. ამიტომ მათ თავში შემდგომ რა დაიბადება, რას გადააკეთებენ, იმიტომ რომ ეს ჩვევიათ, ხო? არ უნდა ყოფილიყო თქვა სასულიერო პირი პოლიტიკაში, თუმცა გადააკეთეს და აბა რა ვქნათ ეხლაო და ანუ ეს მოსულა. ამიტომ ასეთ ტიპის მიმდინარეობებს ძალაუფლება არ უნდა ჰქონდეთ ძალიან დიდი და მათ შორის არც ატომური იარაღი არ უნდა ჰქონდეთ. ირანის შემთხვევაში რომ ატომური ბომბი შექმნას, ეს იქნება გარდაუვალი ატომური ომი. გარდაუვალი, იმიტომ რომ ადამიანები ჩვენ მოწამეები ვართო. ხო, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როცა ჩვენ საუბრობთ ატომურ ბომბზე და ისეთ ქვეყანას ჰქონდეს, რომელიც არის თეოკრატიული და რომელიც რაციონალურად თლად არ უყურებს, თავისი პრიზმიდან უყურებს და თან ძალიან კარგად იცის სისტემის შექმნა, ნარატივის შექმნა, ტრისხატის შექმნაც, თორე ირანელი ხალხი ეხა რა ვიცი, თავიანთი გაჭირვება უფრო აინტერესებთ, ვიდრე გეოპოლიტიკური გაჭიმვა, როცა დაქცეულები არიან ეკონომიკურად.